აჭარაში რძის ინდუსტრიის განვითარების კუთხით არსებულ პრობლემებზე მცირე მეწარმეები საუბრობენ. ლევან ჩიქოვანის თქმით, მან საწარმოს დახურვა 1 წლის წინ იმის გამო გადაწყვიტა, რომ ბაზარზე გატანისა და რეალიზაციის ხარჯებმა მოგებას გადააჭარბა. მეწარმეები სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის განვითარებისთვის მხარდაჭერას ითხოვენ. ორგანიზება გასახადებს თანამედროვე გასახადები რაც არის, თავრობით მიღებული და მერე საქმის გაძვირება და რანაირი დახმარება არ არის და გასიაძლო ამის წარმოების ხარჯები უსწრებდა და ზარალი მინიმუმშარის. ქართული ბაზრის გასაცნობად აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატამ თურქეთის რესპუბლიკის რძის ინდუსტრიის კონფედერაციას უმასპინძლა. შეხვედრის მიზანს სტუმრების ამ სფეროთი დაინტერესება წარმოადგენს. თურქული მხარის განცხადებით რეგიონში შესაძლოა ახალი რძის საწარმო გაიხსნას ან თურქული პროდუქცია შემოვიდეს. 1800-მდე გადამამუშავებელი სამრეწველო თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინდუსტრიით. აი ამ კუთხით მათთან ურთიერთობის დამყარება, ინვესტორების შემოყვანა, ახალი ტექნოლოგიების შემოტანა ძალიან მნიშვნელოვანი არის. ძალიან დაინტერესებული ვართ აჭარის რეგიონით, გვინდა აქ საკუთარი ინვესტიციები განვახორციელოთ. ჩვენი კომპანია აწარმოებს რძის პროდუქტებს და ამარაგებს თურქეთის 21 სხვადასხვა მხარეს. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ უკვე შევხვდით ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს და სოფლის მეურნეობის მინისტრს. ქართულ ბაზარზე იმპორტირებული რძის პროდუქტების სიჭარბეს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი რეგიონში ცხოველებისთვის საკვები ბაზრის არარსებობით ხსნის. პრობლემის მოგვარების გზად კი ფერმერთა გაერთიანება ესახება. თუ შეიქმნება აი ამ ფერმების გაერთიანება ამ ხანაგობის ჩამოყალიბება, ალბათ მათ უფრო მეტი საშუალება მიეცემათ საკვები ბაზრის დამზადებაში და უფრო მეტი ნაკლები ხარჯები დაუჭირდებათ, ვიდრე უჭირდება დღეს. და შესაბამისად პროდუქციაც იქნება ალბათ იაფი. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით რეგიონში საჭირო რაოდენობის რძის შეგროვება ვერ ხერხდება, რის გამოც საწარმოების უმეტესობა წალკაში გადავიდა. პრობლემის მოგვარებას კი სამინისტრო ქართული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უცხოური ჯიშით ჩანაცვლებით აპირებს. ჩვენ გვინდა რომ ადგილობრივი წარმოება განვავითაროთ, იგივე დავუშვათ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა გადამამუშავებელი საწარმოების. იგივე პროგრამა, რომელიც სამინისტრო ანხორციელებს და გაეროსთან ერთად ალბათ ამ თვეში მოეწერება ხელი. პროგრამა გვაქვს, რომ ჯიში შეიცვალოს მეცხოველეობაში, რომ გაიზარდოს მისი პროდუქტიულობა, გაიზარდოს შედეგიანობა. დღეისათვის რეგიონის ბაზარი ძირითადად სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოტანილ რძის პროდუქციას უკავია.